რაღაცა ცვლილებებს, როდესაც მათი მეორე ნახევარი ორსულობაშია. მართალია ეს? ნამდვილად. რომელი ვიპასუხებით პირველ რიგში, როდესაც ვთქვათ ტოქსიური მოვლენები აწუხებს ქალს, ეს დისკომფორტი აქვს. ეს ჩივილები რაც აქვს, ვთქვათ, ქალს შეიძლება იგივე ჩივილები გამოუვლინდეს მამაკაცსაც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ესეთი. ძალიან შეთ მინახავს მამაკაცი წონაში იმატებს, როცა ცოლი ყავს ფეხმძიმე. ესეც რაღაცა ის არის. ძალიან ხშირად არა, მაგრამ არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც დილით გულისრევის შეგრძნება აწუხებს მამაკაცს და ამის გამო ვთქვათ მისულა ამ ჩივილით ექიმთან, მე რომ გამოკვლევები ჩატარდა და ასე შემდეგ, ანუ არაფერი სომატური მას არ აღმოაჩნდა, ნუ დადგინდა რომ ეს იყო მხოლოდ მამაკაცი ცოლი ხო არ ყავს. მან შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, თქვა ტყუპების ანალოგიურ აი როცა ჩვენ ხო ყავდა ძმები სულაკაურები და რომ დავახატიეთ და დავაწერინეთ საცაკეთ თითქმის ერთ და იგივე ყველაფერი გააკეთეს. ალბათ ეგეთ რაღაცას გულეს ხო აი დამყარებას ამ რაღაცა რა ვიცი. არსებობს ეს ველები და იმიტომ გითხარით რომ ძალიან ბევრი რამ არის იდუმალებით მოცული და კიდევ ბევრი რამ შესწავლას ექვემდებარება. არის ეს უხილავი კავშირი ნამდვილად მეუღლეებს შორის. მიუხედავად ისა რომ აბსოლუტურად გენეტიკურად ისინი ერთმანეთთან კავშირში არ არიან, მაგრამ ცოლს აქვს ნაწილი, გენეტიკური ნაწილი მეუღლისა. იმის გადაცემული ის ინფორმაცია, გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც ქალის ორგანიზმში ყალიბდება და ვითარდება. და როგორც გავაგრძელებ იმ თემას კიდევ ერთხელ, რომ ამ დროს ქალის ჯანმრთელობის რისკი უკვე მკვეთრად მატულობს. გაუარესების რისკი, მაშინ როცა მამაკაცისა ისევ ჩვეულებრივად და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი ხდება ერთგვარად თავისუფლება წართმეული ამ პერიოდში, იმიტომ რომ იმდენ რამეს უნდა გაუწიოს ანგარიში, იმდენ რამეზე უნდა თქვას უარი, იმდენ რამეზე უნდა შეიკავოს თავი, მაშინ როცა როცა დედობას გადაწყვეტ, მე მგონი ავტომატურად გააქვს ეს გაცნობიერებული, რა საკვირველი აუცილებლად და მამაკაცი ამ დროს რჩება ჩვეულებრივად. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ მამაკაცი აქტიურად იქნება მამა ჩართული თავისი მომავალი მამა, ასე ვთქვათ, ორსულობის პერიოდიდან და თვით მშობიარობის პროცესში. ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, რომ მამაკაცი ჩვეულებრივად შევა. იმასაც ბევრი შეზღუდვები აქვს იმ სიტუაციიდან გამომდინარე. ეხლა თქვენ თუ გულისხმობთ, რომ აყოფს ატარებს და ეს ხო არის, მაგრამ ეხლა მამაკაცი ძალიან შეზღუდულია ხოლმე. პასუხისმგებლობა ზღუდავს. ხო, რა საკვირველია, აბა ეს არის ბედნიერება. რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ, თორე ეხლა ეს მარტო ქალბატონის ნამდვილად ბედნიერება თუ ასეა, მაგრამ როგორც კი აი მე შევესწარი მაგალითად ჩაჩავას კლინიკაში ვინც ნამყოფი ალბათ ბევრი ეხოსკოპიის კაბინეტებია ერთმანეთის მიყოლებით და აი ერთ-ერთი კაბინეტიდან გამოდის წვილი წინ მოდის გოგონა როგორც ჩანს ეს ვიზუალურად არ ეტყობა რომ ფეხმძიმედ არის მაგრამ უთხრეს რომ ფეხმძიმედ არის ამ მომენტში მამაკაცი უკან მოხვება და გოგონამ თავი მიატრია და მოდი იყოს ეს ჩვენი საიდუმლო ჯერ აი ამ ერთმა პატარა ფრაზემაც კი დამენახა როგორ გახდა ეს სამთა შეთქმულება იმ პატარასი რომელიც ჯერ არც ჩანს კარგად მეუღლის და დაიყოს ეს მათი საიდუმლო ეს კარგია როდესაც ისიც ჩაებმება აქტიურად მაგრამ მამაკაცების უმრავლესობას ამ დროს პირველი სიფრთხილე და შიში ეუფლება და პასუხისგებლობის გაზრდილი გრძნობა აი ამ შიშზე მინდა არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც მამაკაცი, ну, შეიძლება არა მეუღლის, მაგრამ პარტნიორის ორსულობას რო იგებს, იკარგება მისი ცხოვრებიდან. ხო, რაღაცა იმდენად შიში თუ სტრესია, პანიკაში ვარგებ. აი ზუსტად აგრესია. ანუ შორდება ერთმანეთს. ვარიანტი ჩდება, რომელსაც არ არის სურვილი რომ გაჩნდეს, ხო? ხო, შეიძლება დაუგეგმავი ორსულობებით ხო არსებობს, რომ ისე შეუთანხმებლად უბრალოდ კონტაქტი განათლებით პედიატრი ვარ, პედიატრიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და როცა დედას ეკითხები, ბავშვთან დაკავშირებით აგროვებ ინფორმაციას, იქ არის ასეთი ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი კითხვა. ოჯახისთვის თქვენთვის სასურველია იყო სასურველი ბავშვია? ოჯახისთვის სასურველი ბავშვია? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ უცალწყობრის პერიოდში, როდესაც ნაყოფი ვითარდება,
თუ ის არასასურველ, არაკეთილმყოფელ გარემოში ვითარდება, მას ძალიან ბევრი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. და ქალიან შემთხვევაში აი ბავშვებს ბავშვის ჯანმრთელობა აგებს. ნამდვილად. აი მე ერთი ისტორია მინდა მოგიყვათ, საკმაოდ დიდი ხანია რაც ასე ვთქვათ ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობდა. მაქვს ისეთი ბევრი ისტორიები დაგროვილი, რომელსაც რა თქმა უნდა ისევ კანონი პაციენტის უფლებების შესახებ არ მაძლევს იმის უფლებას, რომ დავასახელო ვინაობა ანის კლინიკა, სადაც ის სცენარი ვითარდებოდა, რომელზედაც ახლა გეტყვით. ალბათ არ იქნება ინტერესმოკლებული ბევრი ჩვენი მაყურებლისთვის, ვიდან შეიცნობს ალბათ თავის სიტუაციასაც დაინახავს ბევრიან გაიხსენებს. იყო ასეთი პრეცედენტი, როდესაც ასე ვთქვათ, ცოტა წლებში უკვე შესული ქალი, ახალგაზრდა ქალი, ну სადღაც ჯერ 40 წლის არ იყო, დაფეხმძიმდა და უთხრა იმ ადამიანს, ვისგანაც ფეხმძიმედ იყო იმ ვადაზე, როდესაც უკვე აბორტის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს იყო სადღაც 16-17 კვირა, შეიძლება ცოტა მეტი უფრო და თან შეგნებულად გულწრფელად უთხრა, რომ ადრე იმიტომ არ გითხარი, რომ შემეჩინდა ზეწოლისა, რომ არ დაგეძალებინა აბორტის გაკეთება. ვინაიდან ფიქრობ, რომ შეიძლება ეს ჩემი პირველი და ბოლო შანსია გავხდე დედა. სამწუხაროდ მამაკაც არ ჰქონდა ისეთი, ასე ვთქვათ, ემოცია და ისეთი დადებითი რეაქცია ამ ინფორმაციაზე და უთხრა უჩემოთ როგორ გაბიდა იმ გადაწყვეტილების მიღება შვილის გაჩენასთან დაკავშირებით. მეც ხომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ და ჩემთვისაც უნდა გეკითხა, რომ უნდა გაჩნდეს ეს ბავშვი თუ არა. და აი ამ ძიმე დიალოგის შემდეგ ის ჯდება მანქანაში და რაიონიდან იყო ის მამაკაცი და გაემართა და წავიდა თავის რაიონში, სადაც ცხოვრობს. გზად ერთ-ერთ მონაკვეთზე, რომელიც ცნობილი იყო სხვათა შორის ავტოსაგზაო სატრანსპორტო შემთხვევებით, მოხვდა ავტოკატასტროფაში. მიიყვანეს ჯერ უახლოეს ავადმყოფოში, იქ პირველი დახმარება აღმოუჩინეს და მერე უკვე უფრო მაღალი დონის რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს და იმავე ღამეს გაჟღერდა, ასე ვთქვათ, რამოდენიმე საათში ამ სამეცნიერო მომსახურების შემდეგ, რომ მისი ცოცხლს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება, რომ ის გადარჩება, მაგრამ სავარაუდოდ მას შვილი არასოდეს აღარ ეყოლება. ტრავმა იყო მცირე მენჭისღრუში მიყენებული. აი იმ დილასვე როგორც კი გათენდა იმ ადამიანმა, იმ მამაკაცმა მთელ თავის ანათესაოს და სამეგობროს მოუხმო, ვინც საერთოდ წრეყავდათ იმ ქალთან ერთად და მან ის საიდუმლო გაამჟღავნა, რომ მისგან იყო ქალი ფეხმძიმედ, რომელსაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა და რომელიც ალბათ დგას იმ აზრზე, რომ აღარ გააჩინოს ბავშვი საყვარელი მამაკაცის დაკარგვის, ასე ვთქვათ, შიშით, რომ არ დაკარგოს ეს ადამიანი. და თქვენ წარმოიდგინეთ, მე შემამოკლებ ისტორიას, რომ საბედნიეროდ ეს კარგად დამთავრდა. ქალმა ბავშვი გააჩინა, მაგრამ ძალიან დიდხანს ის ოჯახად ვერ შედგა. საბოლოოდ მე ვერ პატიობდა იმ ტკივილს, რომელიც მიაყენა. სტილისტიკა შენარჩუნებული. კი, თან თხრობელი ყავს უბაღელებს ასეთი ისტორიებით, მაგრამ მე ძალიან მინდა დავბრუნდე ახლა ყოფით თემაზე, ბატონო არჩა, კონკრეტულად თქვენთან მაქვს ასეთი შეკითხვა და ძალიან აქტუალური შეკითხვა. ეს 14 წლის წინ მქონდა, ეს მგონია რომ რაღა მახსოვს. რომელი? აი ჩემი შვილი 14 წლის უკან დაიბადა. აი ხარა გითხავთ ეს რაღაცას რა? როგორი რეკომენდაციებია ორსულობის დროს სქესობრივ კავშირის დამყარების თვალსაზრისით? სხვადასხვა აზრი არსებობს და გვჭირდება სპეციალისტის რჩევა. ესე იგი რაც შეეხება სიყვარულის ტექნიკას, არანაირი ისეთი არ უნდა იყოს, რომ ბუცელზე შეხება იყოს, ანუ მამაკაცის პოზიცია არის უკან სიყვარულის ტექნიკას რაც შეეხება და გვერდზე დაწოლილად, ყოველთვის ჯობია. ჩამოკიდებული არ უნდა იყოს მუცელი და ასე შემდეგ. გესმით, ხო? წოლიარ მდგომარეობაში გვერდზე, ხო? ესე იგი რეკომენდირებული. ხო, არა, ხო, შეიძლება რა თქმა უნდა, მერვე თვემდე შეიძლება კატეგორიულად იმ გინეკოლოგი კურატორის მიერ ნება დართულ შემთხვევაში. ანუ პრინციპულად ნება თანხმობა უნდა იყოს გინეკოლოგის, იმიტომ რომ არსებობს ორსულობები. თავარი ის კი არა, რომ შეიძლება რაღაცი დაზიანდეს, ეს ბლეფი არ დაზიანდება, არანაირად დაყოფ. ფიქრი რომ არ იყოს, ხო არ დავაზიანე. აი ეს უფრო ცუდად მოქმედებს. შპოტმა უფრო მოქმედებს. გესმით? როგორც მამაკაც, ის ერთი ფიასკო, რომელი მამაკაცი არის, ვისაც ფიასკო არ მოსვლია, მაგრამ
ეს კი არ აზიალებს ფიასკო, აზიალებს ფიქრი იმაზე ფიასკო არ დავემართოს, აი ამაზე ფიქრი. აქაც იგივეა. შეიძლება ვერ ვეთვებდე. თუ გინეკოლოგიური მხრიდან არის აკრძალვა რაღაცის გამო ადვილად იშლება მუცელი და რაღაც ასე შემდეგ, მაშინ შვედიერი სექსი შეიძლება მე-9 თვის ჩათვლით და ლამის ორსულობის შემდეგ ორალურ სექსზე ვლაპარაკობ, ჩემო კარგო. უკაცრავად. ეხლა თუ მამაკაცებზე ვლაპარაკობთ, მამაკაცისთვის ყველაზე ცუდი ამოვარდნა სექსუალური. ორსულ ქალს უნდა ესმოდეს, რომ ის უნდა ეცადოს დარჩეს სექსუალურად მიმზიდველი მამაკაცისთვის. ამოვარდნა თუ ჩავარდნა, კატასტროფა. არა, იცი რა ციხების მერე რატომ არის? კაცზე ყველაზე ცუდად მოქმედებს, ბარემ ერთი რჩება, ასე ვთქვათ. თავარი რეგულარული სექსუალური ცხოვრება, აი მე რომ მეკითხები რა არის კარგი. ვიყოს კვირაში ერთხელ, მაგრამ ყოველ კვირა თვითონჯი ყველაზე ანგრევს სექსუალობას მამაკაცს ერთი კვირა, ვთქვათ, 5 ჯერ იცხოვს, მეორე კვირა ერთხელ. აი ეს არ ვარგა. რეგულარობა, ესე იგი, ცოლს უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა აგვაგდეს მამაკაცის სექსუალურად. ალტერნატივებზე ამის წინ ვილაპარაკეთ. თუ ლაპარაკია უარი ამ ალტერნატივებზე, არსებობს აი ესეც ნორმალური სექსის სახეობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ემსახურება მართლმადიდებლური ოჯახის სიმტკიცეს, ეს ალტერნატიული ორალური სექსი. აშ ქალბა უნდა ეს ასე ვთქვათ მიიღოს თუ ღებულობს. ხვდებით ხო? და ისე კლასიკური ასე ვთქვათ გენიტალური სექსი ვერ ვეთვებდე როგორც წესი მე-9 თვეზე, როგორც წესი არ დემწოლია მდგომარეობაში, გვერდ მდგომარეობაში ყველაზე ოპტიმალურია. მარტო გინეკოლოგების, რეპროდუქტოლოგების ნებართ კითხვით და დებართვით. მე რა გამახსენდა ხა, ერთად გადაცემაში 40 წლის მერე, 40 წლის მერე კვირაში ორჯერ. მრავალწლიან კულტურაში. ინტერაქტივი ნახოთ რა მდგომარეობა გვაქვს. არა არის მაინც წინ 56% და არც ისე დიდი სხვაობა, ანუ თანაბრად არის რა, აბსოლუტურად და მეორე ნაწილშიც გადავა ჩვენ დრო სამწუხაროდ იწურება. ერთი ძალიან სერიოზული ამ მხიარულ ასე ვთქვათ ფონზე ვთქვა რომ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა არის სამგზის ჩატარებული საქართველოში 99 წელში 2005 წელში და 2010 წელში თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ კვლევას რომელიც რაიმეს მოგვიყვება მამაკაცთა რეპროდუქციული ქცევის თაობაზე ეხლა ჩვენ აქ ნორმებზე გაიჟღერა რომ კვირაში 3 ჯერ კვირაში 4 ჯერ თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ საგუნებელში ვიყავით ჩავარდნილი როდესაც დგებოდა საკითხი მექანიკური კონტრაცეპტიული საშუალებებისა და დამცავი საშუალებების შემოტანის დროს რაოდენობის განსაზღვრა მოწოდების იმიტომ რომ არის დილოეთის ქვეყნის მამაკაცებისთვის ნორმა შეიძლება იყო პარლამენტში ვერ გადაწყვიტეს ძალიან სერიოზული საკითხია მაგაფთიაქ დღესაც ხვენია ის მომენტი არა ბატონი გასოს აქ ჩვენ ქონდა ლუბრიკატორებზე ლაპარაკი რომ ლუბრიკატორები არ იშოვებოდა ძლივს როგორ თქვა ერთმაში შემოიტანა ზომებში მცირე ზომის არ არსებობს იმიტომ რომ არ არსებობს მამაკაცი რომელიც იტყვის რომ მომეცი მცირე ზომის ამიტომ არსებობს არა არსებობს მამაკაცი რომელიც იტყვის რომ ისეთი მომეცი რომელიც არ იგუდება მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც არის როგორია მამაკაცის რეპროდუქციული ქცევა ვინაიდან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ბედკრული საქართველოს მომავალი განვითარებისთვის არ კმარა მარტო ქალის მიერ გაცხადება თუ მას როგორი სურვილი აქვს, ან რამდენ შულს იყოლიებდა. ვინმე თანამონაწილის აზრი ნამდვილად ძალიან გასათვალისწინებელია. თუ ჩემი სურვილი იქნებოდა რომ ახლო მომავალში აუცილებლად ჩატარდეს ეს პირველად შეიძლება ითქვას გაჟღერდა ეს ხმამაღლა და იყოს ინიციატორი თქვენი გადაცემა იმისა, რომ მამაკაცთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა ჩატარდეს პირველად საქართველოში. პრეზიდენტია შემოსატანი. ჩვენ ინტერაქტიული მეორე ნაწილში გადაყვება, ეხლა მე გამოვაცხადე. სტუმრებს ვეშდობები, ძალიან დიდი მადლობა. მეორე ნაწილში სხვა შოდღეში მხოლოდ ქალბატონები არიან, ესე გამოდის თემაა ისეთი. ჩემი გამოცხადებული რეკლამა XL-ია, რა თქმა უნდა. XL რეკლამა ჯენზ ეთერში. კონდომი XL-ზე. ახლა დაბრუნდებით ეთერში.